დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. როდესაც პარასკევობით ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვცდილობთ თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ნათქვამი ყოველი სიტყვა მივუსადაგოთ იმ თემატიკას, რომელიც მიმდინარე კვირაში ან მიმდინარე თვეს ავირჩიეთ. როგორც უკვე იცით, მიმდინარე თვე ეძღვნება ჯანმრთელ მხედველობას და ეს არის საბაბი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავუკავშიროთ კვება ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. დღევანდელი ჩვენი საუბარი მხედველობასთან დაკავშირებულ კვებით რეკომენდაციებს არ ეძღვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებლად ვითვალისწინებთ ამ თემას. თუ რატომ ვითვალისწინებთ და რა კავშირია დღევანდელ კვებით რეკომენდაციებსა და ზოგადად ჯანმრთელობას შორის, რა კავშირია რეკომენდაციებსა და თვალის ჯანმრთელობას შორის, ამაში დარწმუნდებით ჩვენი კვებითი შუქნიშნის განმავლობაში. როგორც შესავალში გითხარით, დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები არ არის რომელიმე ორგანოსთან მხოლოდ დაკავშირებული, ან რომელიმე პრობლემას არ წაადგება მხოლოდ. ეს არის ის ჯგუფი პროდუქტებისა, რომელიც შეიძლება უამრავი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ან უკვე არსებული პრობლემის უკეთ მართვისთვის გამოვიყენოთ. არსებობს განა ასეთი ჯადოსნური საკვები პროდუქტები. ჩვენ როგორც შევთანხმდით, ერთი უნივერსალური ყოვლისშემძლე საკვები არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს საკვები ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ყველა პრობლემა აგვარიდოს თავიდან, ან ყველა პრობლემის დაძლევაში მოგვეხმაროს. მაგრამ არსებობს გარკვეული ჯგუფი ნივთიერებებისა, რომელთა მნიშვნელობა არის წარმოუდგენლად დიდი. დიახ, აი ასეთი ჯადოსნური ნივთიერებების ჯგუფს ქვია ანტიოქსიდანტები. მოდით თანმიმდევრულად მივყვები მე მოვლენებს და მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ზოგადად ისტორია. 1990 წელს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო პრობლემა, ანუ მასშტაბურად პრაქტიკულად ყველა ადამიანს რომ ეხება, აი ასეთი პრობლემა, სახელად ათეროსკლეროზი, აღმოჩნდა რომ უკავშირდება ისეთ სტრუქტურებს, ისეთ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც თავისუფალი რადიკალები ჰქვიათ. მე დეტალურად ბიოქიმიურ საკითხებზე არ გესაუბრებით, არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ აუცილებლად გეტყვით, რომ თავისუფალი რადიკალები ეს არის შუალედური პროდუქტები, სხვადასხვა პროცესების დამსახურებით გარედან რომ ხდება ჩვენს ორგანიზმში, ან ორგანიზმის შიგნით წარმოიქმნება და ამ ნაერთებს შეუძლია საკმაოდ სერიოზული ზიანი მოგვაყენოს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრონებს ეძებს ჩვენს ორგანიზმში. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეს თავისუფალი რადიკალები საფრთხეს უქმნიან მაგალითად უჯრედის მემბრანას, საკუთრივ უჯრედის სიცოცხლეს, აზიანებს ქსოვილებს, იწვევს მაგალითად ოქსიდაციურ სტრესს, ეს არის კრებითი სახელი ამ პროცესებისა, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად თვალის დაავადებების წინაპირობაც, გუცის ძაღლთა დაავადებების წინაპირობაც, ჩვენი მეხსიერების დაქვეითების წინაპირობაც, დაბერების წინაპირობაც, ონკოლოგიური პრობლემების წინაპირობაც, აღმოჩნდა, რომ შეიძლება განეიტრალდეს ეს საფრთხე. როგორ შეიძლება განეიტრალდეს? ეს საფრთხე შეიძლება განეიტრალდეს იმ ბუნებრივი საშუალებებით, რომელიც გაფანტულია სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში და ამ ნივთიერებებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ანტიოქსიდანტები, ანუ ანტიდამჟანგავები ჰქვია. პრაქტიკულად ეს არის ნივთიერებები, რომელიც დონორის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ანტიოქსიდანტები გასცემენ ელექტრონებს იმისათვის, რომ გაანეიტრალონ თავისუფალი რადიკალები და დაგვიცვან ჩვენ. არის თუ არა ეს ჯგუფი ერთი რომელიმე კონკრეტული სახელით ცნობილი, ერთი კონკრეტული ნივთიერების სახელით ცნობილი, არა. საკმაოდ დიდი ქოლგა, რომელსაც შეიფარა უამრავი სხვადასხვა ნივთიერება და მათ შორის არის უპირველეს ყოვლისა ისეთი ვიტამინები, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით. ეს გახლავთ C ვიტამინი, იგი წყალში ხსნადია და ამავე დროს ცხიმში ხსნადი E ვიტამინი, A ვიტამინი. მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ორგანიზმში. მე მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევეხები ამ საკითხს, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გარდა ამ ვიტამინებისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ნივთიერებებიც. მაგალითად,
ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ავიტამინის წარმოქმნამდე ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ ეგრეთ წოდებული კაროტინები და კაროტინოიდები, ანუ ავიტამინის წინამორბედი პროდუქტები. და მათ რიცხვში არის ჩემი მიერ ყოველთვის ნახსენები ლიკოპენი, რომელიც მაგალითად გამოარჩევს პომიდორს, გამოარჩევს მაგალითად საზამთროს, გამოარჩევს წითელ ფორთოხალს, გრეიპფრუტს, აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ აგრეთვე პროდუქტები, რომელიც არის ყველა მწვანე ფოთლოვან საკვებში, ეს გახლავთ ზიაქსანტინი, ლუთეინი, სხვათა შორის ეს თვალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გავითვალისწინოთ მაგალითად ალუბალში მელატონინი, გავითვალისწინოთ ლურჯ მოცვში და ზოგადად კენკრაში ანტიოქსიდანტები, ანტოციანინების სახით და ასე შემდეგ. ეს არის სხვადასხვა ნაერთი, რომელიც შეიძლება აგრეთვე აერთიანებდეს ეგრეთ წოდებულ პოლიფენოლებს და გახსოვთ, ღვინოშიც გვიხსენებია პოლიფენოლები რესვერატროლის სახით, მაგალითად გვიხსენებია შავ შოკოლადში ეს ნივთიერებები და მრავალ სხვა პროდუქტში, რომელიც ჩვენი კვებითი რეკომენდაციების სისტემატური ნაწილია. რატომ უნდა მოვუყაროთ დღეს ამ პროდუქტებს თავი? 1991 წელს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პროდუქტების ღირსების განსაზღვრისთვის შემოიტანა ერთეული, რომელიც ითვლიდა ამა თუ იმ საკვებ პროდუქტში ანტიოქსიდანტების რაოდენობას და აღმოჩნდა, რომ სწორედ ანტიოქსიდანტების მაღალმა შემცველობამ განსაზღვრა პროდუქტების ჯადოსნური თვისებები და მათ შორის ეს პროდუქტები მოაქცია ისეთ კატეგორიაში, რომელსაც ეგრეთ წოდებული სუპერ საკვები ჰქვია. რა თქმა უნდა, ასეთი უნივერსალური ჯადოსნური ერთადერთი საკვები არ არსებობს და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, წეღანაც მოგახსენეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ყოველდღიური რაციონი ავაწყოთ შუქნიშნის პრინციპით. არა უბრალოდ სამფერი, არამედ მრავალფერი იყოს ჩვენი რაციონი. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, თუ გახსოვთ, ცისარტყელა თეფშზე, ანუ მრავალფეროვნება და მრავალფერთან ასოცირებული ნივთიერებები. სწორედ ის ანტიოქსიდანტებია, ის ანტიდამჟანგავებია, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან და შესაბამისად კიბოსგან, დაბერებისგან, გუსის ზახვდა დაავადებებისგან და მრავალი სხვა პრობლემისგან გვიცავს და ამავე დროს გვაძლევს საშუალებას ყველა ჯგუფის პროდუქტი გავაერთიანოთ. თქვენ ახლა მაგიდაზე ხედავთ ცისარტყელას და შუქნიშანს ერთდროულად და ყველა იმ პროდუქტს შესაძლოა, რომელიც უნდა განვიხილოთ დღევანდელ ჯგუფში, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ნებისმიერ პროდუქტში, ხილსა და ბოსტნეულში C ვიტამინი მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ის ხანგრძლივად არ იყო დაყოვნებული პირდაპირ მზის ზემოქმედების ქვეშ, როდესაც ხანგრძლივად არ იყო დაყოვნებული მაგალითად მაცივარში და ეს პროდუქტი არ იყო თერმულად დამუშავებული და მით უფრო ასეთი წვნიანების ან კომპოტების მომზადებისას ჩვენ თავახდილ მდგომარეობაში ალუმინის ქვაბში არ ვათუხტუხეთ ეს კერძი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ C ვიტამინს, როდესაც ნედლი პროდუქტებია ჩვენს რაციონში და ახლად მომზადებული ხილისა და ბოსტნეულის კერძები. როდესაც ვსაუბრობთ ავიტამინზე, მზასახით ის გახლავთ ისეთ ცხოველურ პროდუქტებში, როგორიც არის მაგალითად ღვიძლი, როგორიც არის რძის ნაწარმი, როგორიც გახლავთ კვერცხი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მცენარეული წარმოშობის წყაროები. წეგან უკვე გითხარით, მაგალითად, ნებისმიერი ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო, მწვანე პროდუქტები არის სწორედ ავიტამინის წინამორბედი პროდუქტების, კაროტინების და კაროტინოიდების წყარო. მათი გამოყენება მინიმალური რაოდენობით ცხიმთან ერთად გვაძლევს საშუალებას ჩვენს ორგანიზმში ავიტამინზე მოთხოვნილება შევივსოთ. და ასეთ შემთხვევაში შეიძლება თავად მცენარეული ცხიმები გამოგვადგეს, როგორიც არის მაგალითად სხვადასხვა სახის ზეთი, ამ შემთხვევაში იგულისხმება მზესუმზირაც, სიმინდის ზეთით, ნიგუზის ზეთი, ყურძნის წიფწის ზეთი, სელის ზეთი, გოგრის ზეთი, რომელთა შემადგენლობაში არის დამატებით ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის სელენი, მაგნიუმი, მანგანუმი. მათი როლი წარმოუდგენლად დიდია თუთიასთან ერთად, აი ეს კომბინაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ანტიდამჟანგავი თვისებები ამ ნივთიერებებისა გაძლიერდეს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად
ვიტამინზე, რადგან ვიტამინი მცენარეული ცხიმის შემცველ პრაქტიკულად ყველა პროდუქტია. ეს გახლავთ მაგალითად მცენარეულ ზეთებშიც, ეს გახლავთ საკუთრივ მწვანე პროდუქტებშიც, ის გახლავთ აგრეთვე ავოკადოს და მსგავსი მცენარეული ცხიმების შემადგენლობაში, როდესაც ჩემი მიერ დასახელებულ ყველანაირს ამ პროდუქტების მოხმარებისას პრაქტიკულად ერთდროულად მივიღებთ. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი გასათვალისწინებელი, როდის არის ჩვენი ორგანიზმი საფრთხის ქვეშ თავისუფალი რადიკალების თავდასხმა მაქვს მხედველობაში. როდესაც ჩვენი გარემო არის დაბინძურებული. როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივად პირდაპირ მზისხივების ზემოქმედების ქვეშ. როდესაც ჩვენ ვეწევით ან ჩვენი თანდასწრებით ეწევიან. ამიტომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი რადიკალებისაგან დავიცვათ თავი, თუ მსგავს ზემოქმედებას ავიცილებთ თავიდან, ან საკვებს დაუპირისპირებთ სწორად შერჩეულს. რასაკვირველია, ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, თუმცა გარემოსთან დაკავშირებით მინდა გაგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნივთიერება, რომელზედაც ყველა საუბრობს, ყველას აშინებს მისი ხსენება, თუმცა გარწმუნებთ, თუ ჩვენ ორგანიზმში ვინარჩუნებთ წონასწორობას. თუ ჩვენს ორგანიზმს უზრუნველყოფთ დაბალანსებული საკვებით, უზრუნველყოფთ რკინისა და კალციუმის ადეკვატური რაოდენობით, ყველა ჩემი მიერ დასახელებული ნივთიერების ადეკვატური რაოდენობით, მაშინ ტყვია ჩვენ ვერ მოგვერევა. გახსოვდეთ, ტყვია მძიმე მეტალია, რომელიც ორგანიზმში გარედან ხვდება. ტყვის წყარო შეიძლება იყოს საწვავი და გამონაბოლქვი, სამშენებლო მასალა და მტვერი, საღებავები, სათამაშოები, საკვები და ჭურჭელი. არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის ადეკვატური მომარაგება ცილით, ცხიმით, ნახშირწყლებით, რკინის და კალციუმის ნორმალური ბალანსი, აგრეთვე ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა ტყვიისგან გვიცავს. ნორმაში ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ტყვია არ უნდა იყოს. დასაშვებია ტყვის მაჩვენებელი 0-დან 5 მიკროგრამ დეცილიტრამდე. თუ ეს მონაცემი აღემატება 5 მიკროგრამ დეცილიტრს, ნუ შეშინდებით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმისთვის, რომ შეფასდეს ტყვის ზემოქმედების ნიშნები. მაგალითად, საერთო სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, ბავშვებში დასწავლის სირთულეები და სწავლაში ჩამორჩენა. იყავით ფხიზლად, თუ ორგანიზმში ტყვის დონე დასაშვებ მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. როცა სისხლში ტყვის რაოდენობა 45 მიკროგრამ დეცილიტრი, ან უფრო მეტია, ტარდება ტყვის გამანეიტრალებელი მკურნალობა. გასათვალისწინებელია, რომ ქრონიკული მოწამვლის დროს ჭარბი ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას. ლაგდება სხვადასხვა ორგანოებში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებსა თუ ძვლებში. დაუშვებელია ავზში დაგროვილი ცხელი წყლის გამოყენება, მაგალითად, სადილში ან ჩაის ნაყენის მოსამზადებლად. უმჯობესია ამ დანიშნულებით ცივი წყლის გაზზე გაცხელება ან ადუღება. არა მიზანშეწონილია მთელი დღის განმავლობაში გზის პირას, დახლზე გამოფენილი საკვები პროდუქტების შეძენა, საქონლის და ფრინველის საბალახოდ გაყვანა მაგისტრალებთან ახლოს, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. მას შემდეგ, რაც ანტიოქსიდანტების ჯადოსნური თვისებები გამჟღავნდა, რასაკვირველია, საზოგადოების ინტერესი მის მიმართ იმდენად გაიზარდა, რომ ლამის საყოველთაო მოხმარების პროდუქტებად იქცა. ძნელია ამ თემაზე საუბარი, თუ არ გავითვალისწინებთ მაგალითად ისეთ გამოცდილებას, რომელიც კონკრეტული კვლევებით დადასტურდა. მაგალითად, გარკვეულ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ანტიოქსიდანტები მწვერვალობასთან ასოცირებული ოქსიდაციური სტრესის დაძლევაში ეხმარებოდნენ ადამიანებს, გაჩნდა მოწოდება მწველების მისამართით და მე მინდა გაგახსენოთ ეს მოწოდება მწველებო მიირთვით, რაც შეიძლება მეტი სტაფილო. ეს იყო სწორედ იმ ცოდნაზე დაფუძნებული რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობდა
სტაფილოში დიდი რაოდენობით კაროტინების, ავიტამინის წინამორბედი ნივთიერებების შემცველობას. რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალიან ხშირად დაიწყეს გამოყენება ბეტა-კაროტინის, ანუ მზასახით დანამატის იმისათვის, რომ მწვერვალობის უარყოფითი შედეგები შეემსუბუქებინათ. და კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად მიიღეს არც თუ ისე სასურველი შედეგი და იყო შემთხვევები, როდესაც ონკოლოგიითაც კი დასრულდა ამგვარი დატვირთვა. ამიტომ ანტიოქსიდანტებთან დაკავშირებით მედიცინამ დაიწყო ფრთხილი მიდგომის გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ. მაგალითად, ანტიოქსიდანტები, როგორც წეღან მოგახსენეთ, ჩვენი ორგანიზმის შიგნითაც წარმოიქმნება, როდესაც ჩვენ მივირთმევთ სხვადასხვა სახის პროდუქტებს დატვირთოს კონკრეტული ნივთიერებებით და ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი ორგანიზმი გავაძლიეროთ. მაგრამ თავისუფალი რადიკალების წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როდესაც პროცესირებულ ხორცს მივირთმევთ, როდესაც პროცესირებულ პროდუქტებს მივირთმევთ, ჩვენს ორგანიზმს უნებურად ვტვირთავთ თავისუფალი რადიკალებით. და ასეთ შემთხვევაში თანამედროვე წარმოებამ ერთი ხრიკი მოიგონა. პროცესირებული პროდუქტები მრავალ სხვა დანამატთან ერთად გაამდიდრა ანტიოქსიდანტებით. არის თუ არა ეს გამოსავალი? ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთ-ერთი გზა შემამსუბუქებლად, მაგრამ აუცილებლად აქვე გაგახსენებთ, რა შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ დანამატების გამოყენებაზე, ანტიოქსიდანტების მზასახით გამოყენებაზე, ჩვენ და ისიც გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებამ თავად შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ამ ნივთიერებებზე. ხოლო ანტიოქსიდანტები, მაგალითად E ვიტამინი, მაგალითად C ვიტამინი, მაგალითად A ვიტამინი, ვიყიდოთ აფთიაქებში და ვსვათ თვითნებურად. აღმოჩნდა, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ. განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი ვიტამინების შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალ რისკს უქმნით ჩვენს ორგანიზმს, რომ ეს ნივთიერებები დარჩეს ორგანიზმში და გადაჭარბებული დოზის ეფექტი მოგვცეს. არის მეორე წახნაგი. არასდროს არც ერთი დანამატი ისე არ მოქმედებს, როგორც საკვებ პროდუქტში არსებული იგივე ნივთიერება. რატომ? იმიტომ რომ საკვებში იზოლირებულად ტაბლეტის სახით არ არის ეს ნივთიერებები. ის არის კომბინაციაში მრავალ სხვა ნივთიერებასთან ერთად, მათ შორის ძალიან კარგი ბიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებებთან კომბინაციაში და არის კიდევ ერთი ფაქტორი, ის რომ მაგალითად ჩემ მიერ ნახსენებ E ვიტამინს ან ნებისმიერ სხვა პროდუქტს, რომელიც მე უკვე დავასახელე, აქვს სხვადასხვა ფორმა, ბუნებრივ გარემოში. მაშინ, როდესაც აფთიაქში ვყიდულობთ, მას აქვს მხოლოდ ერთი ქიმიური ფორმა და ორგანიზმის მიერ აღქმული ეს ინფორმაცია ცხადია განსხვავებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად თავისუფალი რადიკალების და ორგანიზმის ქსოვილების დაზიანების რისკი მაშინ, როდესაც ალკოჰოლის არარაციონალურ მოხმარებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი რადიკალები შეიძლება წარმოიქმნას ჩვენს ორგანიზმში ძალიან სასარგებლო ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი ფაქტორის გამოყენებისას წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები სასურველია, რომ ისევ სწორად შერჩეული საკვები პროდუქტებით გავანეიტრალოთ და როგორც გითხარით, მრავალფეროვნება საკვებისა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა ნივთიერება მივიღოთ ორგანიზმში და ამ ფერების მიღმა დაშიფრული ანტიოქსიდანტები გამოვიყენოთ უჯრედების დასაცავად, გამოვიყენოთ ჩვენი ასაკის შესანარჩუნებლად, ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი ქრონიკული ანთებისგან, გულსისხლძარღვთა დაავადებისგან, დავიცვათ ონკოლოგიისგან. რეალურად ანტიოქსიდანტები მართლაც არის ჯადოსნური თვისებების მატარებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიოქსიდანტების მაქსიმალური ეფექტი არის სწორედ ბუნებრივად საკვებ პროდუქტებში, როდესაც ის არსებობს თავისი ბუნებრივი ფორმით და არსებობს სხვა აქტიურ ნივთიერებებთან კომბინაციაში. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენი თებში, რომელიც ეწყობა სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეულით და ხილით, მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად, სწორედ ის შუქნიშანია, რომელიც აუცილებლად ჯანმრთელობასთან მიგვიყვანს. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.